რამდენიმე სავარჯიშო გავაკეთოთ, რამდენიმე მაგალითი გავაკეთოთ ხარისხებზე და რიცხვების ხარისხებში აყვანას და გამარტივებაზე გამოსახულებების. მაგალითად გვაქვს 3 ხარისხად -8 გამრავლებული 7 ხარისხად 3-ზე და ეს არის აყვანილი -2 ხარისხში. აი ეს როგორ შეგვიძლია გავამარტივოთ. პირველ რიგში შეგვიძლია გავიაზროთ, რომ როცა ორი რიცხვის ნამრავლი აყვავს ხარისხში, ეს იგივეა, რომ პირველი ავიყვანო ამ ხარისხში, მეორე ავიყვანო ამ ხარისხში და შედეგები გავამრავლო ერთმანეთს. ამიტომ მე შემიძლია დავწერო, რომ ეს არის იგივე რაც, მოდი ეს დავწერ 3 ხარისხად -8 აყვანილი -2 ხარისხში გამრავლებული, მოდი გარედან დავწერ ამასაც, ესეც -2 ხარისხში, 7 ხარისხად 3 -2 ხარისხზე. აი ეს არის იგივე რაც ზედა გამოსახულება. ეხლა მოდი გავამარტივოთ. ესე იგი, მარცხნივ მექნება 3 ხარისხად -8 ხარისხად -2 და ხარისხები ერთმანეთზე მრავლდება, როცა რაღაცა ხარისხად რაღაც ამყავს კიდევ რამე ხარისხში. ანუ ეს ხარისხები ერთმანეთზე მრავლდება. ესე იგი, ეს იქნება 3 ხარისხად -8 ჯერ -2, რაც არის 16. ანუ ეს არის 3 ხარისხად 16. და აქეთ მაქვს 7 ხარისხად 3 ხარისხად -2. ანუ მაქვს 7 ხარისხად 3 ჯერ -2, რაც არის 7 ხარისხად გამრავლება 7 ხარისხად -6. ცხადია შემიძლია ასე დავტოვო და ესეც გამარტივებულია, ან შემიძლია შევწერო, რომ ეს არის იგივე რაც 3 ხარისხად 16 შეფარდებული 7 ხარისხად მოიცა ბარემ იგივე ფერს დავტოვებ. შეფარდებული 7 ხარისხად -6-თან. უпростоრად 6-თან, 7 ხარისხად 6-თან. ანუ 7 ხარისხად -6 იგივე რაც 1 გაყოფილი 7 ხარისხად 6-ზე. მეორენაირად შეგვეძლო ასე დაგვეწყო, რომ ჯერ გვეთქვა, რომ აი ეს არის იგივე რაც 7 ხარისხად 3 გაყოფილი 3 ხარისხად 8-ზე და მერე აგვეყვანა ეს -2 ხარისხში. ასეც შეიძლებოდა და უბრალოდ წილად ამოაბრუნებდით მინუსის გამო და კვადრატში ავიყვანდეთ მერე ორივეს ხარისხს. ეგეც სავსებით შესაძლებელია. კარგი ბატონო. მოდი გავაკეთოთ სხვა მაგალითი. ვთქვათ, გვაქვს a ხარისხად -2 გამრავლებული 8 ხარისხად 7-ზე და ეს ყველაფერი აყვანილი კიდევ კვადრატში. ისევ მოდი ცალ-ცალკე ავიყვანოთ, ესე იგი, მარცხნივ მექნება a ხარისხად -2 ხარისხად 2 და მარჯვნივ მექნება 8 ხარისხად 7 ხარისხად 2. ახლა, მარცხენა არის უბრალოდ a ხარისხად -2 ჯერ 2, ანუ ეს არის a ხარისხად -4 და მარჯვენა არის 8 ჯერ, უბრალოდ 8 ხარისხად 7 ჯერ 2, ანუ 8 ხარისხად 14. ესე იგი, საბოლოო ჯამში შეგვიძლია ესე დავტოვოთ, შეგვიძლია დავწეროთ, რომ ეს არის იგივე რაც 8 ხარისხად 14 შეფარდებული a ხარისხად 4-თან. მოდი სხვა მაგალითიც ვქნათ. ვთქვათ, გვაქვს 2 ხარისხად -10 გაყოფილი 4 ხარისხად 2-ზე და ეს აყვანილი მე-7 ხარისხში. ახლა მოდი ავდგეთ და ცალ-ცალკე ავიყვანოთ მრიცხველი და მნიშვნელი მე-7 ხარისხში. მაგის უფლება გვაქვს, ხო? იმიტომ რომ თუ ნამრავლზე გვაქვს უფლება რომ ცალ-ცალკე ავიყვანოთ 2 მომრავლი, მაშინ გასაყოფის და გამყოფის ცალ-ცალკე აყვანა ზუსტად იგივენაირად შეგვიძლია. ამიტომ ეს არის 2 ხარისხად -10 ხარისხად 7 გაყოფილი 4 ხარისხად 2 ხარისხად 7-ზე. ეხლა ვნახოთ რომელი რას უდრის. ესე იგი, ზემოთ მექნება 2 ხარისხად -70 და ქვემოთ მექნება 2 უბრალოდ 4 ხარისხად 14. ახლა შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს არის ბოლომდე გამარტივებული ვერსია, მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ 4 არის იგივე რაც 2 ხარისხად 2, მაშინ შეგვიძლია განვაგრძოთ ამის გამარტივება, კერძოდ ასე. ზემოთ გვექნება 2 ხარისხად -70 ისევ და ქვემოთ გვექნება 2 ხარისხად 2 ხარისხად 14. ანუ უბრალოდ 4 ჩავწერე, როგორც 2 ხარისხად 2. და ახლა შემიძლია ისევ გამოვიყენო ის ფორმულა, რომ უბრალოდ ის თვისება, რომ როცა რიცხვი რაღაც ხარისხშია და კიდევ ხარისხში ამყავს, ეს ხარისხები ერთმანეთზე მრავლდება. ამიტომ ზემოთ არის -2 ხარისხად -70 და ქვემოთ იქნება 2 ხარისხად 28. 2 ხარისხად 28. ანუ 2-სა და 14-ის ნამრავლი. და ახლა შეგვიძლია ჩავწეროთ, რომ ეს არის იგივე რაც 2 ხარისხად -70 -28. -28. იმიტომ რომ ორივე ერთნაირი ფუძეა, ხო? ორიანებია ორივე. ამიტომ შემიძლია ხარისხები გამოვაკლო, რადგან ერთი მრიცხველშია და მეორე მნიშვნელში. რაც საბოლოოდ მიგვიყვანს პასუხამდე, რომ ეს არის იგივე რაც 2 ხარისხად -98.